ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეო მასალას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ეხმიანებიან. გივით არგამაძე დაკავების ბრძანებას ადეკვატურად აფასებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები პროფესიონალები და მძიმედ შეერაღებულები იყვნენ. დავით საყვარელიძე კი აღნიშნავს, რომ ვიდეო მასალა ხელისუფლებამ საზოგადოების აზრის მანიპულირებისთვის გამოიყენა. ლაპარაკი არის იმაზე, რომ ორი ადამიანის დაკავება არის საჭირო და ბუნებრივია, რომ ისინი არიან პროფესიონალები, ბაზიდან გასულები, შესაბამისად მძიმედ შეიარაღებულები და თუ ისინი დევნის ოპერაციისას გაწევენ წინააღმდეგობას, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება ლიკვიდაციის ჩათვლით. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თვითონაც გააკეთეს, მე დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ განცხადებას და საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. იმ სიმართლესაც გაიგებს, რაც დღეს სამწუხაროდ ხდება. ხდება იმის ყველაფრის ნიველირება, წაშლა, დისკრედიტაცია, რასაც პატრიოტები წლების განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს ტერიტორიული წყობილების დასაცავად. ქართული ოცნების მართვის სტილია ზოგადად ის, რომ მსგავსი ჩანაწერები, მსგავსი ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სკანდალური ჩანაწერებით მართოს ქვეყანა და შესაბამის სიტუაციებში გამოაგდოს ასეთი მსგავსი ჩანაწერები.